მეგობრებო, ერთ საინტერესო მთაზე უნდა მოსინჯო ასვლა. იმ მთაზე მისასვლელად გავდივართ ასე აჭარის ქუჩიდან. მთაზეა მეგობრებო საუბარი. ანუ ეს ადგილი არის. იქედან ამოვდივართ აჭარის ქუჩიდან. მოვდივართ ამ ადგილზე და აქ არის ასე მთა. და აქეთ თუ გამოვაგრძელებთ გზას, აქეთ თუ წავალთ, მივდივართ მზის ამოსავალი გორისკენ. აგერ სოფელი შედრეკილი. და ერთი სიტყვით ეს ადგილია რა. და ასე პირდაპირ მინდა მოსინჯო ასვლა და ვნახოთ აბა. უბრალოდ დაზვერვას ჩავატარებ დღეს უბრალოდ. რომ ზოგადად აისვლება თუ არა აისვლება რომ ვნახოთ რა.
სასწაული გააკეთა მანქანამ რა. ვიდეოში რა თქმა უნდა არ ჩანს ალბათ, მაგრამ ძალიან მაგარ ადგილზე ამოვედი რა. მანქანა კი არა, მონსტრია იმენა. ნამდვილი მონსტრია და მადლობა ღმერთს რომ შვიდობით ამომიყვანა რა. და მადლობა ჩემ მანქანასაც რომ არ მიღალატა. აი ეგერა ბახმარო მეგობრებო და ბახმაროდან აჭარის ქუჩით გამოვედი და პირდაპირ ამ მთაზე ამოვედი. და ის პირდაპირ როა ეხლა რასაც ხედავთ ისაა მზის ამოსავალი გორა რა. ხო და აგერ პირდაპირ ქვემოთ ესაა სოფელი შედრეკილი. იქაც ბახმარო კი ვთქვი რა. ეგერ ჩემი ვილისი. ამოვიდა ძალიან ჯიგრულად რა. 2 და 4 აქვს ძრავი. მანქანა ყველანაირად არის ქარხნული სტოკი. მაგრამ დამატებული აქვს ბლოკირებები რა ხიდებში. წინ 100%-იანი ბლოკირება აქვს, უკან 90%-იანი. დანარჩენი ქარხნულია ყველანაირად. აი აქ ამოვედი ასე პირდაპირ. აგერ ჯვარი. მადლობა ღმერთს შვიდობისთვის და ჯანმრთელობისთვის. და დღევანდელი დღისთვის. დღეს მეგობრებო აქ ამოსვლას არ ვაპირებდი რა. ვაპირებდი უბრალოდ მანქანის მიყენებას და ამაღმართის დაზვერვას რა, რომ ზოგადად აისვლება თუ არ აისვლება რა. ხო და ისე მოხდა, რომ დაზვერვის მაგივრად მივაწექი და ბოლომდე ამოვედი და მაგარი გასწორებულში ვარ კაროჩე და მაგარი ადგილია ძალიან. ასე რომ ღმერთმა ყველამ შვიდობით გატაროთ. მე შვიდობით ამოვედი აგერ და თუ სადმე მთებზე ახვალთ სიფრთხილე გამოიჩინეთ, ჯერ ფეხით ადით და ათვალიერეთ და მერე წადით მანქანით. და თუ გამოცდილება არ გაქვთ, ჯობია საერთოდ არ ახვიდეთ. ჯერ პატარა გორებზე დაიწყეთ ვარჯიში და მერე ადით დიდ მთაზე რა, ზოგადად ვიძახი. აბა ყველას წარმატებები და მადლობა ყველას.